საქართველოში მზარდია რაოდენობა იმ ხადნაზმულებისა, რომლებსაც ღირსეული სიბერისთვის აუცილებელი გარემოებების შექმნა ესაჭიროებათ, მინიმალური სტანდარტების შექმნა. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი მხოლოდ ერთმანეთისა თუ მათივე ბედი დაინტერესებულ დამხმარეთა მცირე ჯგუფის იმედადაა დარჩენილი. სახელმწიფო პროგრამები სრულად ვერ ფარავს მათ საჭიროებებს. სრულად ვერ ფარავს კიდე რბილი ნათქვამია მცირედით ფარავს მთელი საქართველოს მასშტაბით. არასაკმარისია ფინანსური მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია ზრუნვის ერთიანი სტანდარტის არსებობა. მარიამ გიგინეიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში გიამბობთ პროექტზე, რომელიც ასაკოვანი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობებისა თუ მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი კეთილდღეობის ხარისხის გაზრდას ემსახურება. ქართველებთან ერთად ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში ავსტრიელები მონაწილეობენ. ეს ადამიანები საოკუპაციო ხაზთან ყოფი სოფლებიდან არიან. იქიდან, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა რუსი ოკუპანტების თარეში და საყოველთაო შიში. ამ ყოველდღიურობას ამძიმებს ადამიანთა უსახსრობა, გამუდმებული ბრძოლა გადარჩენისთვისა და უკეთესი მომავლისთვის. ხანდაზმულ ადამიანთა მიმართ პატივისცემა საქართველოში გარკვეულწილად კულტურის ნაწილია. თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ელემენტარულ ყურადღებასა და მზრუნველობას მოკლებულნი არიან. ვითარება ბევრად მძიმეა რეგიონებში. ხშირად აქ არც პირველადი დახმარებაა ხელმისაწვდომი. აფთიაქები და მაღაზიებიც მოშორებითაა. პრობლემების შესახებ საუბარი კამერების წინაშე არ სურთ. ამის მიზეზი თავმოყარეობაა, რომელიც უკიდურესი გაჭირვების პირობებში შეინარჩუნეს. ასე არსებობენ საქართველოს ბებიები და ბაბუები, უხმოდ უსახსრობასთან ერთ-ერთზე მიტოვებულნი. სიმართლე გითხრათ, როცა ვიწყებდით პროექტს, მაშინ მეგონა რომ ამდენი პრობლემის წინაშე არ დავდგებოდით, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ მოხუცები ხომ პატივსაცემი ხალხია, მოხუცები უფროს თაობას მოსახლეობა პატივს სცემს და ნაკლებად პრობლემური იყო ამ ხრივ ჩვენი მოსახლეობა. სრულიად საპირისპირო რეალობის წინაშე დავდექით, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ჩვენი ხანდაზმულები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ განსაკუთრებით, ძალიან სერიოზული და დიდი პრობლემების წინაშე დგანან. პროექტი მხარდაჭერის სახლი 2020 წელს ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო, რომელიც 4 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხორციელდებოდა. აქედან 3 ქართულია. ბენეფიციარები გორისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები არიან. გორში 27, ხოლო დმანისში 24 ხანდაზმული იღებს შესაბამის მომსახურებას. თუმცა 2025 წლიდან ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება და გაფართოვდება გეოგრაფიაც. წიათნური მოდი ერთი გაგალამაზო, აბა რა კარგი გოგო ხარ, რა კარგი. გალამაზი. რაც გამოიკვეთა ჩვენი მუშაობის პროცესში ეს იყო, რომ ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რომ ოჯახის წევრის გარდა მათთან მისული იყო სხვა უცხო ადამიანი და ეზრუნდა მათ ყოფით პრობლემებზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როცა გაითავისეს ეს მიდგომები და ჩვენ უკვე ჩვენი გუნდი გადამზადებული, დატრენინგებული სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად უკვე ვცდილობთ მათ შეუმსუბუქოთ ყოველდღიური რუტინა. დაგეგმა ხდება პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ესე იგი პირველი ვიზიტი რო ხორციელდება ბენეფიციარის, ანუ კლიენტის სანახავად, შემდგომ ხდება მისი შეფასება, თუ რამდენად ესაჭიროება მას საერთო მოვლა და იღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ ის უნდა ჩაერთოს პროგრამაში, ამის შემდეგ ხდება ზრუნვის გეგმის გაწერა. გარდა სამედიცინო საექთნო მომსახურებებისა, მხარდაჭერის სახლი ხანდაზმულებს საყოფაცხოვრებო საქმეებშიც ეხმარება. თუ მათ საქმე გამოუჩნდათ სახელმწიფო უწყებებსა თუ ბანკში, იქაც პროექტის ფარგლებში დახმარებას უწევენ და ინტერესების დაცვაშიც ეხმარებიან. ქალბატონი მერიკო მარტო ცხოვრობს. მეხსიერების პრობლემასთან ერთად წნევაც აწუხებს. მისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი საყოფაცხოვრებო საქმეების მართვა, როგორებიცაა საკვების მომზადება თუ სახლის დალაგება. აბა ბებო, როგორ ახარ? წნევა არა გაქვს, ეს კარგი გოგო. ნახე როგორ ესე მეფერება, სულ აქ იყავი ჩემთან. აბა რა უყო, ხანდაზმული წყვილისთვის კი როგორც თავადვე ამბობენ, ერთმანეთის სქერა გადაიქცა უებარ წამლად. თუმცა სამწუხაროდ არა ერთადერთ მკურნალად, რადგან აშკარაა, მათ მზრუნველობა და სითბო აკლიათ.
თავარნილი ვიყავი ძალიან და უკვე მესამე წელია ესენი მოდიან და ცოტა გაუმჯობეს თუ უფრო ნენელა კეთდები მოდიან თუ რამე მინდა მეუბნებია რა მოგიტანოთ სამალი გინდა რა გინდა კრანი ხან არ მოდის ხომ საფხურში წდება ზამთარში იყინება და ამათ თუ რა მოგიტანონ რა გვეშალე კი სიხარული შემოაგთხოვე ჩვენ ოჯახში ზრამე ფტკივა იქინთანაც წაგვიყვანე ხოლმე სახელმწიფო დაიწყო პროგრამა ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო გასცემს ვაუჩერებს ვისაც დასჭირდება შინმოვლის სერვისები ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი რომელიც დახვეწას მოითხოვს ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფში რომელიც აძლევდა სერიოზულ პრაქტიკულ რჩევებს სახელმწიფო სტრუქტურებს იმისთვის რომ სრულყოფილი პროგრამა ჩამოყალიბებულიყო ოფიციალური სტატისტიკა ამის არ არსებობს მაგრამ სადღაც 90,000-მდე ადამიანს სჭირდება შინმოვლა თითოეულმა ბენეფიციარმა ექთნები ფაქტობრივად ოჯახის წევრებად მიიღეს. ის განსაკუთრებული დამოკიდებულება, ემპათია და მხარდაჭერა მათ ერთი-ორად უბრუნდებათ. ამას რაიმე განსაკუთრებული დადასტურებაც არ სჭირდება. ყველაფერი ხომ ამ ადამიანების თვალებში იკითხება. საღამ ცოცხალი ვარ თავი არ დამანებოთ მეთქი. ხეწები ხომ და